დედაჩემი იყო სასწრაფო დახმარების მთავარი ექიმის მოადგილე. და ნუ კარჩო დიდი ორგანიზაციაა რა, რაღაცა არ ვიცი რა 200 მანქანი და თავისი ამ იმითი ხალხით და რაღაც და ნუ მთელი მოკლედ მოხდა ეგეთი რაღაცა. ესე იგი ვიღაცა ფერშალმა თუ რავი რაც ქვია იქ რა ვინც ეხმარება რა ექიმს რო ადიან და თქვა ბინებში და ეხმარებიან ხოლმე ხალხს აი ვიღაც ფერშალმა ესე იგი მოიპარა მორფი და გაყიდა ერთი 5 თუ 6 ამპულა აღარ მახსოვს რა ზუსტად როგორ იყო მაგრამ ნუ დაიჭირეს ამაზე და ნუ ატყდა ერთი ამბავი რა და ისეთი ამბავი იყო რაც ხდება საბჭოთა დროს ეს საბჭოთა კავშირის დროს რა ისეთი ამბავი იყო რაღაც სასამართლო რაღაცა ისა ესა და მოკლედ ნუ რასაკვირველია ეს ქალი დაიჭირეს რაღაცა იქ გაარკვიეს რაღაცა ისეთ მაგრამ ბოლოს ესე იგი სასამართლო კი დამთავრდა მაგრამ დედაჩემი მოხსნეს სამსახურიდან იმიტომ რომ ნუ აი რატო უნდა ყავდეს ესეთი თქვა მომსახარე პერსონალი აყვანილი და დაყანებული არა გაქვს საქმე თქვათ მაღალ მორალურად რაღაცა ნუ აი ესეთი იყო საბჭოთა კავშირი და დედაჩემი ამას შეეწირა ხო სწორია ხო და რისთვის არაფერი ვიღაცამ იკაიფა რა 5 ამპულა მორფი იყიდა ამ ქალისგან და ესე იგი მართლა რა ხდება ხალხო ბავშვები იხოცებიან მარტო იმიტომ რომ გაიგე რაღაცა წესები და მშენებლობის და რაღაცის არ არის დაცული ესე იგი აქ დედაჩემიდან იმ ქალამდე აი ვინც გაყიდა ხო კიდე იყო ერთი 4-5 ინსტანცია რა იქ თქვი მანქანიშვილის იმის უფროსი მერე ვთქვათ განყოფილების უფროსი კიდე ვიღაცა მერე დედაჩემ მერე მთავარი ექიმი ხო სწორია რა ესე იგი დედაჩემს მიწვდნენ და ესე იგი ქალი განთავისუფლდეს იყო ძალიან კარგი ესე იგი ადმინისტრატორი ძალიან კარგად მიყავდა ეს ყველაფერი კარგი ექიმი ყველაფერი და თან სტაჟიანი და გამოცდილი და ძალიან ისეთი მთელი სასწრაფო გიждდებოდა ისე უყვარდათ ეს ქალი და ეგ მოხსნეს და გამაგებინეთ ესე იგი აი როდემდე უნდა ესე დღეში ვიყო და ვითფინოთ აი ესეთი რაღაცეები რომ აი უზნეობის, უკულტურობის, დისციპლინის უქონლობის აი ესეთი ატმოსფეროა თვითონ აი ამ ჩვენს იმაში ქვეყანაში და ამისთვის არავინ არ ისჯება ესე იგი ის რომ ვიღაც ამას არ პატრონობს რა რომ ესე იგი არანაირი ეთიკური მორალური არანაირი დისციპლინარული თქვათ რაღაცა წარმოდგენები იდეალები არა აქვს და ამიტომ ქვეყანაც ეგრე მიექანება სადღაც ხო ესე იგი აი ამისთვის არავინ არ უნდა დაისაჯოს და არ ვიცი რა პროტესტი არ უნდა განმაცხადოთ საშინელი რომ აი ესეთი უზნეო ხალხია მთავრობაში რომელსაც არაფერი არ აინტერესებს არანაირი როგორც გითხარით იდეალები არა აქვს და ამ იდეალებს ამიტომ არ ამკვიდრებს ხო ესე იგი აი ეს ამას ხო ხელი უნდა მოუკიდოთ რაღაცნაირად და ჩვენ თვითონ მივხვდეთ გაიგე რა შუაშია ვიღაც კალაძიან ვაფშე რა შუაშია ივანიშვილი არა შუაშია გამიგეთ ესე იგი რამდენჯერ უნდა მოვიყვანთ ხო 100 ჯერ გითხარით ესე იგი არაფერი არა მაქვს აი არაფერი რა საერთო ამ სააკაშვილთან არაფერი არ მაქვს საერთო მაგრამ გერმანიიდან რომ რეკავდი იმაში საქართველოში და დედაჩემი მეუბნებოდა რომ კატასტროფა მდგომარეობაა რომ აი მართლა ყველა ერთმანეთს კლავს და ბრიდავს და ეს რაღაც მაფია და ეს ისა და იარაღია ყოველ მეორეს რაღაცა მერე რომ მოვიდა გაიგე სააკაშვილი და მერე რომ რეკავ გაიგე არის 1 წლის შემდეგ რეკავ ისევ საქართველოში ესე იგი და დედაჩემი მეუბნება რომ გია ვერ წარმოიდგენ რა ხდება ან რა პოლიცია ყავს ან ვინ არიან ესე იგი ნამდვილი მეგობრები და ისა და მერე გაიგე მეუბნება რომ აი ღამის 3 საათზე შეგიძლია ბავშვი ქალი გაუშვა ქუჩაში არაფერი არ იქნება დარწმუნებული ამას მეუბნება დედაჩემი და მე მქონდა გრძნობა რომ რაღაც სასწაულში მოვხვდი რა ესე იგი გერმანიაში რომ სადღაც ეგეთი რამე ხდება აი ვის გაუგია ესე იგი კრიმინალით სავსე საზოგადოება ასე შეცვალო და ესე იგი ამ სააკაშვილმა მართლა მოახერხა გაიგე სასწაულის გაკეთება და პირველი 4 წელი მაგისი იყო სასწაულების კეთების 4 წელი რატომ იმიტომ რომ ადამიანი იყო რევოლუციონერი და ხალხს აჩუქა რაღაცა აი ესეთი მომავალი რა რაც ხალხს ეხატებოდა ხო და ხალხის ენთუზიაზმი იყო მაღალი და ესე იგი რა ღონისძიებებსაც იღებდა გადიოდა და კეთდებოდა ყველაფერი იმიტომ რომ ხალხის ენთუზიაზმი იყო შეყრობილის მომავლით
ნახეთ, აი რაღაცა 17 წლის შემდეგ მე კადრები არის რუსეთის რევოლუციის შემდეგ რაც მოხდა და რა ენთუზიაზმით გასდა რაღაცა და გადაატრიალეს ქვეყანა სამშტა ჩამორჩენილი რუსეთი გახდა არ ვიცი რევოლუციის შემდეგ რა მარტო ენთუზიაზმის გამო იმიტომ რომ აჩუქეს გაიგე ამ ხალხს აჩუქეს მომავალი გრძნობა მორალი სიკეთე რაღაც ესა ამ ჩანჩურამ მოიტანა ფული გაიგე და მორჩა და ამ ფულით რაღაცა მე კიდე რაღაცებს აშენ სადაც შემოსავლიანია იქ ფილარმონიას იქ რაღაც კიდე სირობას პარკს რაღაცას და ეს იგი არაფერი არანაირი სულიერი სიკეთე არ შემოუტანია რასაც ქვია სულიერება მიაკითხეთო ეკლესია ყავს ნუ კატასტროფულ დღეში კატასტროფულში ესე იგი ნუ ილიამ რეები ჩაიდნენ ამაზე ნუ უნდა დაიწეროს ალბათ ძალიან სერიოზული კვლევები და რაც გააკეთა ესე იგი რომ არ ვიცი რა ეკლესიას ხარისხი გაუქროს რწმენის ყოველგვარი ხარისხი ესე იგი და მიეკითხეთ იქ მორალი მაგას თვითონ არ გააჩნია ხო ეს რუსეთში გაკეთებული ფული როგორ შეიძლება მორალი გქონდეს ან მაგ ფულს ან მაგ კაცს ხო აი ესე ჩაუშვა რა ესე იგი აი ეს ყველაფერი რაც გითხარით რაც რამე იდეალებია რაც უნდა დაამკვიდროს ესე იგი სახელმწიფოში ხო ვიღაცამ ყველაფერი ჩაუშვა ეხლა რატო არ ესე გაბრაზებული თქვა აი ამ ჩვენ ოპოზიციაზე, იმიტომ ოპოზიციისგან არ გამიგია ეგეთი არაფერი, რამე იდეალებზე თქვა, აი ესე რა პოლიტიკური მექანიზმია და პოლიტიკურ მექანიზმში ჩაბმულები კიდიან წივიან და ებრძვიან, მაგრამ მაგათაც არაფერი არ მოაქვს, არც მორალი, არც ეთიკა, არც სიმაღლე, არც შემოქმედების სიყვარული, არაფერი აი ეს მათ პირიდან არ გამოდის, რომ ეს ჩვენ გვჭირდება ხალხო, ეს უნდა დავამკვიდროთ, ენთუზიაზმი გვინდა, სიყვარულის რაღაცის, არაფერი, ეს არის აი მექანიზმი რა პოლიტიკური. ხო და ეგეთ დღეში ვარ და თავში ეხლა ვინც ყავს, აი შედეგი გვაქვს. აი ესე რა ბავშვები კლაპოში სადღაც ჩარჩენილები იხჩობიან, იქ ვიღაც ჩავარდა სადღაცა. აი ეგეთი რაღაც იქ ვიღაც დენი დაარტყა. ესე იგი ნამდვილი კატასტროფაა რა და ესე იგი ეს რო არ არის ეს მორალური იმპერატივი რო არ არის არსად რა ამიტომ არც ისჯება არავინ არც არაფერი და ეს პრაიზოლე მიდი რა ეხლა კიდე ზაბორი აშენე ვიღაც იტყვის გაიგე და იმპულს ჯიბეში ჩაიდებს და მუშას უნდა მისცეს ეს დარჩება ესე აუშენებელი და აი ესეთი ჩაშვება გვჭირს რა საშინელი ხო და მაგიტომ გამოვდივართ ეხლა ეს მარტო იმეთომ არ არის გამოსვლა რაღაცა გამოვდივართ კონკრეტულ რაღაცეებზეც აი ეს რაღაცა სოციალურ პრობლემებზე იმაზე ყველაფერი ეს ერთად არის ეგ არის პროტესტის სახე ამიტომ ყველა უნდა გამოვიდეს გამიგეთ ყველა ვისაც ბავშვი ეწოდება ის უნდა გამოვიდეს თუ რაღაცა იდეალები არ აწუხებს ვისაც ეწოდება ადამიანი რომ ხელფასი არ აქვს უნდა გამოვიდეს ვისაც ეწოდება ადამიანი რომ თქვა გაჭირვებაში სულ ზღაფავს უნდა გამოვიდეს ყველა უნდა გამოვიდეს იმიტომ რომ ეგ არის პროტესტი როგორც ვიძახდი ესე იგი ვინც მომავლისთვის იბრძვის ვინც მომავალი უყვარს ის ქმნის იდეალებს და ამ იდეალებიდან იქნება რაღაცა ისეთი ატმოსფერო რომ ხალხის გულები იწყებს მოძრაობას და იწყება ენთუზიაზმის შენების კეთების და ეს ენთუზიაზმი დადებითი ყოველთვის დგას ეთიკაზე მორალზე შემოქმედებაზე აი ესეთ სიმაღლეებზე ეს უნდა გავარკვიოთ და უნდა მივხვდეთ რომ ესე კი არა აი ბაღანა დაიღუპა და იქ მთავარი ინჟინერი ესა არა ზემოთ ხდება აი როგორ დედაჩემი გააუქმეს რატო იმიტომ რომ ვერ შექმნა ატმოსფერო გამიგეთ რაშია საქმე ეს იგი როცა ირჩევდა ვთქვათ აი ხალხს ვის ემსახურა მანდო აი იქ არისო ყურადღებიანიო ვერ შეხედა კარგად თვალებში ვიღაცას ვერ გამოკითხა მიხვდით რთულად არის ეს ყველაფერი ამიტომ უკავშირდება ეს პირდაპირ აი ამ პროტესტს გამიგეთ რაშია საქმე ეგ მივხვდეთ და გავარკვიოთ